ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით მაესტროსა და პირველი სტერეოს ეთერში და გთავაზობთ 18 ოქტომბრის შოუ-ბიზნესურ სიახლეებს. თუ გსურთ გაიგოთ რითი იყო საინტერესო დღევანდელი დღე ქართულ და უცხოურ კულტურულ ცხოვრებაში, მაშინ უყურეთ პროგრამა ინფორმატორს ლაილაისთან ერთად. ჩვენ ვიმყოფებით სანო სტუდიაში, სადაც ხატია ელის ბარაშვილი წერს სიმღერას ჩემთან ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიმღერა ძალიან მალე გახდება პოპულარული ქართულ თინეიჯერებში და არა მხოლოდ თინეიჯერებში. იგი პოპ სტილში იქნება შესრულებული. ხოლო თავად ხატია ელის ბარაშვილი სულ 14 წლის არის. სიმღერა ტექსტი ეკუთვნის მამჩარ მანჯავიძეს, ბორია შხიანს ეკუთვნის არანჟირება. დაახლოებით 1 კვირა მოუნდით რა. თავის ტექსტიან, არანჟირებიან ყველაფერიანად. რა მეგონი კარგი გამოვა რა. მაყოფილი ვარ თვითონ მომღერლისგან. ძალიან მოწადინებულია და კიდევ უნდა უსურო ბევრი კარგი და კარგი სამომავლო გეგმები. თუ გააგრძელებს ისე კარგია. და ალბათ კლიპს გადავიღებ, ალბათ კი არა გადავიღებ. სხვა ვერაფერს დამპირდება, მხოლოდ მე შევძლებ მოგძებნი, ჩემ და იმედად. კლუბ ნუანუაში მოეწყო 3დღიანი აქცია განტვირთვისათვის სახელწოდებით ჯაზ ბრეიკი. პირველი დღე ქართულ მუსიკოსებს დაეთმოთ. ასევე მონაწილეობას მიიღებენ სომეხი ჯაზმენები და სპეციალური მოწვევით. სტუმარი საკმაოდ ცნობილი მუსიკოსი ვიქტორ ბეილი. ჩვენ ვიმყოფებით ღამის კლუბ ნუანუაში, სადაც ტარდება აქცია სახელწოდებით ჯაზ ბრეიკი, რაც ნიშნავს ჯაზ განტვირთვისათვის. და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი შემსრულებლები, ასევე სტუმრები სასომხეთიდან. ასევე ეყოლებათ სტუმარი, ეს იქნება სპეციალური სტუმარი, ანუ ვიქტორ ბეილი, რომელიც კვირას დახურავს ამ აქციას სახელწოდებით ჯაზ ბრეიკი, ასე რომ ეს სტუმრად კლუბ ნუანუას და 3 დაუვიწყარი საღამოგელით. ნუანუა ჯაზ ბრეიკის პირველი დღეა დღეს ჩვენთან. ეს იქნება 3დღიანი ღონისძიება. ეთმობა ჯაზ მთლიანად. პირველ დღეს ქართველი ჯაზის შემსრულებლები წარდგებიან, მეორე დღეს სომეხი ჯაზის შემსრულებლები. ჯაზ კლუბი პაპლავოკი არსებობს ესეთი ჯაზ კლუბი ერევანში. და მესამე დღეს ვიქტორ ბეილი და მისი ჯგუფი, ჩვენი სპეციალური სტუმრები დაასრულებენ ამ 3დღიან აქციას. საიდან წამოვიდა იდეა, რომ ღამის კლუბ ნუანუაში ასეთი ტიპის აქცია მოწყობილი? იდეა წამოვიდა რობერტ კოჩარიანის ვიზიტის დროს. აქ იყვნენ ჩამოსული კავკასიელი მუსიკოსები და აი მაშინ წარმოიშვა ზუსტად ეგ იდეა. მე როგორც ვიცი, აი ამ აქციის ორგანიზებაში დაგეხმარათ ასევე სასომხეთის ელჩი, ხო? სასომხეთის ელჩმაც მიიღო მონაწილეობა. ისიც გახლდათ ამ საღამოზე და მაგის გარდა თვითონ უფრო ისე რომ ჩაუღრმავდეთ აბიდნა საწყენია უბრალოდ რომ აი ესეთი მდიდარი ტრადიციები გვაქვს კავკასიაში ჯაზის და ერთად არაფერს არ ვაკეთებთ ჯაზში თუ აი არ მოხდა ცვლილება ეს ახალი სისხლის მაშინ ჯაზ ფასი არ აქვს. პარალელურად ნაჩვენები იქნება ვიდეო არტი, რომელსაც წარმოადგენს ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი
საერთაშორისო art forum, ვიზუალური art ფორუმი არა, Karavan-Sarai-ის ახლახანს ჩატარდა ეს ღონისძიება და ისინი ახლა სხვა პუბლიკას სთავაზობენ, ასე ვთქვათ, ვიდეო არტს და გვაინტერესებს როგორ შედგება სინთეზი ჯაზის და ვიდეო არტის. შეიძლება საერთოდ არ შედგეს, სარავინ არის ექსპერიმენტი უბრალოდ. რაც შეეხება ვიდეო არტს, ეს არის ლაპარაკი იმაზე, რაც ხდება აი იქ დიდ ეკრანზე, შეგიძლიათ შეხედოთ. ეს არის ნინა ვინთროპის ვიდეო არტი. ვიდეო არტი. ამერიკელი ქალბატონი მოცეკვავე, რომელიც ასაკშია და მას აქვს არაჩვეულებრივი ფილმები, ვიდეო არტი. ეს ტრადიციად უნდა ვაქციოთ და ალბათ ყოველ წელს ან შეიძლება წელიწადში რამდენჯერმეც მოვაწყოთ ესეთი დღეები. რაც შეეხება ვიქტორ ბეილის ის ესეთი ვარსკვლავია ჯაზის, ასე ვთქვათ, ჩვენთვის დიდი პატივია უმასპინძლოთ მას. ისენ პრომოუშენთან ერთად ჩვენ მანამდე მოწვეული ყავდა ტრილო გურტუ, ინდოელი პერკუსიონისტი და ჩვენ მომავალშიც დაგეგმილი გვაქვს ამდაგვარი კონცერტები. რუსთაველის საზოგადოებაში მოწყო ბატონ ზურაბ რამიშვილის ნამუშევართა გამოფენა. წარმოდგენილი იყო ფერწერა, გრაფიკა, პოპ-არტები. შევახსენებთ, რომ ბატონი ზურაბი საკმაოდ ცნობილი ქართველი მხატვარი გახდათ. მისი ნამუშევრები შვეიცარიის კატალოგშიც ინახება. ეს არის ზურაბ რამიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა. პირველი ესეთი სრული გამოფენა ალბათ და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი აღმოჩენა. აი ზურასი როგორც მხატვრის. პირველად ის თბილისელი ძალიან ლამაზი და კარგი კაცი იყო. აი ეს ნამუშევრები ფაქტიურად შეგროვდა ეს გაჩუქებულია უმეტესობა ეს მოახერხეთ ამის შეგროვება. გამოფენა გადავწყვეტეთ იმიტომ, რომ თვითონ არასოდეს არ უყვარდა გამოფენები, არასოდეს არ იყო ამით დაინტერესებული, მაგრამ ეხლა გვინდა რომ ეს დღეს 40 დღე შესრულდა. და ესეთი სევდიანი ზეიმი გადავწყვეტეთ, რომ მოგვეწყო და მისი ახლობლები მოსულიყვნენ და ენახათ თავიანთი კოლექციები, ესენი სულ კოლექციონერების მოსულები არიან და გადავწყვეტეთ ესე გავახაროთ და დღევანდელ დღეს ესე გავუშვათ ცაშიმაკის სული. ძველებიც ძალიან ბევრია, მაგრამ ბოლოს უკვე ავადმყოფობის დროსაც დახატულები ძალიან ბევრია, სახლიდან ვეღარ გადიოდა, უკვე ძალიან მძიმედ იყო, მაგრამ მაინც ხატავდა და მაინც აკეთებდა რაღაც ისე. ძალიან სევდიანი ადამიანი იყო და მე მგონი ნახატებსაც ეთყობა, რომ ძალიან სევდიანი. კალბატონები და ბატონები, თქვენ ყველას გახსოვთ ის, რომ მოდელიანის საფლავს აწერია, რომ ის გარდაიცვალა დიდუბის ზღურბლზე მისული. აი დიდების ზღურბლი, რომელზედაც ახლა არის ლაპარაკი, ბევრ ქართველ ხატვარს არ გადაულახავს თავის სიცოცხლეში. მაგრამ ისიც მინდა გითხრათ, რომ არასოდეს მქონია იმის საშუალება, თვითონ საკუთარი გემოვნების მიხედვით მომევლო მსოფლიო, მაგრამ იმის გამო, რომ ხან ექსპედიციაში გახდით, ხან დელეგაციის შემადგენლობაში, ხან მივლინებაში 72 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. და იმიტომ კი არა რომ მე ქართველი ვარ. არამედ იმიტომ რომ უბრალოდ რაღაც სიტყვა მეთქმის ხელოვნებაში უნდა გითხრათ. მე უფრო ნიჭიერი მხატვრები არ მინახავს ვიდრე არიან საქართველოში. აი სულ ცოტა ხნის წინ ჩამოიტანეს გამოფენა ცოცხალი გერმანელი კლასიკოსების. და იყო აი აქ ჩვენს დიდების ტაძარში, ახლა რომ ცისფერ გალერეას უწოდებენ, მათი გამოფენა. პარალელურად პატარა გამოფენა გააკეთეს სამხატვრო აკადემიის მეოთხე კურსელად. მე გავხდით როგორც ერთ გამოფენაზე, ისე მეორეს. მე მრცხვენია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს ცოცხალი კლასიკოსები ამ ახალგაზრდებთან ახლოსაც ვერ მივიდნენ.
წიგნისაღ პარნასის გლდანის ფილიალში მოეწყო პრეზენტაცია ახალი წიგნისა, რომელსაც ერთდროულად 3 ავტორი ყავს. მისი ახმატებულება ლუდი, ასე ქვია ამ წიგნს. პარალელურად გამოფენაც გაიმართა. ეილამ დაიწყო თემა და ვეღარ მოწევი. წიგნი არის ლუდის, წარმოების და ლუდის შექმნის ისტორია. და საერთოდ რა არის ლუდი? ყოველ შემთხვევაში გვინდოდა რომ ოდნავ რაღაც შტრიხებით აგვეღვნიშნა რას ნიშნავს კაცობრიობაში ლუდი, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობდა თურმე სასმელი, რომ ჩაუყვეთ შუმერები კიდე შორს წავიდნენ, ბიბლიაში არის ნახსენები. აი უბრალოდ რომ ქართულ მკითხველს გაეცნო ეს წიგნი და გაეგო რა არის საერთოდ ლუდი. ბატონ ალექსანდრეს, ანუ ჩვენთვის შურას იდეა იყო და ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო ჩვენი თანამშრომლობა. სამნი ვაკეთებდით ამ წიგნს. ჩემი პატარა მონაკვეთია და შეეხება საქართველოში ლუდის გავრცელების სფეროს. გვინდა რომ ეს მაღაზია გახდეს პოპულარული მსგავსი აქციებით, ვინაიდან პერიფერიაზე წიგნების მაღაზია და ხალხი ესე თუ ისე შეუჩვეველია გლდანში და მუხიანში და აქეთ მხარეს. გვინდა რომ ყოველ პარასკევს აი ესეთი აქციები ჩავატაროთ, რამ იგივე გამოფენები, იგივე ახალი წიგნების პრეზენტაციები და ვნახოთ რა გამოდის. და ისევ წიგნის სახლი პარნასი მხოლოდ ამჯერად ვაკის ფილიალი, სადაც ლელა არაბულის ლექსების პირველი კრებულის პრეზენტაცია შედგა. კრებულს ასე ჰქვია. ჩემი წაწალი, მაგრამ მთის თემას ნაკლებად ეხება. მე თვითონ წარმოშობით ხევსური ვარ და რამოდენიმე ლექსი არის ხევსურულ მოტივზე, მაგრამ ძირითადად თანამედროვე მოტივებია, ის რაც დღეს გვტკივა. მინდა იცოდეთ ყველამ, რომ ეს კრებული მე მივუძღვენი ჩემს სამოახლოეს მეგობარს. ეს არის დედა ჩემი, მამა ჩემი და ჩემი და. დიდი მადლობა მათ, რომ მიიღებენ ისეს როგორიც ვარ, ეს უკომენტარი. გართულია ქალი ყურადით ქუჩის კუთხეში. თუ სიგარეტსაც სწრაფად უკიდებს, დაგვერძენ ბლომსაც გადაუკიდებს. ორა მარტივად გზები ხსნილია. ირგვლივ ყველაში. სამწუხაროა, მაინც ვერ ხვდებით თუ რა ხდებოდა თურმე ლელაში. აქ შევიდა 1998 წლის 2003 წელს დაწერილი ლექსები. საერთოდ ნაკლებად მიყვარს წინასწარ რაღაცების განსაზღვრა, უფრო ალბათ აი რასაც დრო მოიტანს, იმას გავაკეთებ. თუ წამოვა იგივე განწყობები, თუ მომესურვება ლექსების წერა და თუ მუზები არ მიმატოვებენ, რა თქმა უნდა გავაგრძელებ წერას და ალბათ მეორე კრებულიც იქნება. ვნახოთ, წინასწარ ამის თქმა არ შემიძლია. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.